მოგესალმებით. დღეს თავისუფალ სკოლაში სატელევიზიო პროექტის საუბრები მეუფესთან რიგით მესამე გადაცემის ჩაწერა. დღევანდელი გადაცემის თემა მოზარდი, დისციპლინა და წიგნიერება. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან. გადაცემის უცვლელი მონაწილე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი. ზესტაფონის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა ფერაძე და მშობელი ქალბატონი მანანა ჯიქურიძე. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ეს არის დისციპლინა. და მე მინდა კითხვა დავუსვა ჩვენი თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს მარი, შენი აზრით, შენ სკოლაში როგორ დგას დისციპლინის საკითხი? უკვე რამდენიმე წელია თავისუფალი სკოლის მოსწავლე ვარ, არ გვყავს მანდატურები, მაგრამ გვყავს მასწავლებლები, რომლებიც გაპარვის ფიქრის საშუალებასაც არ გვაძლევენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ცუდი ურთიერთობა მათთან, პირიქით, როგორც დირექტორთან, ასევე მასწავლებლებთანაც გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა. ჩვენ გამოვკითხეთ სხვა სკოლის მოსწავლეებით, რომ გამოვეთქვა თითოეულს ამ საკითხის შესახებ თავისი აზრი და ახლა შემოგთავაზებთ მარიამ ხუსკევაძის რეპორტაჟს. სკოლაში არის დღესდღეობით ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეების გაკვეთილების გაცდენა. მანდატური არის სკოლაში, მაგრამ რატომღაც დაკარგა მანდატურების სამსახურმა თავისი მოვალეობა, რადგან ბავშვები, ანუ ზოგადად თაობა არის ძალიან დაუმორჩილებელი. აი სკოლა კიდევაც რო დაიკეტოს, ჩემი აზრით, მაინც გამონახავენ იმის საშუალებას, რომ თუნდაც გაიპარონ სკოლიდან, ან საერთოდ არ მოვიდნენ სკოლაში. მე ესე მიმაჩნია, შეიძლება მიიღონ ისეთი ზომები, რის გამოც ბავშვებს უფრო მოუნდათ სკოლაში სიარული. შეიძლება ყველას გქონდეს ის პერიოდი, რომ ჩავარდნა, რომ აი სკოლაში არ წავალ, არ ვისწავლი, იმიტომ რომ ესე მინდა და რაღაც, მაგრამ თუ ყველა დაუფიქრდება და ბოლომდე ჩაწვდება იმას, თუ რას ნიშნავს ადამიანისთვის სწავლა და ზოგადად ცოდნა, ყველა მიხვდება იმას, რომ უნდა ისწავლოს და მიისწრაფოდეს იმ ყველაფერთვის, რასაც ყველაზე საუკეთესო ქვიათ. ამას სწავლის გარეშე მე ყოველ შემთხვევაში ესამჯერა, რომ ადამიანი ვერასდროს ვერ მიაღწევს. შეიძლება მიაღწიოს რაღაცას, მაგრამ გაუნაცვლებელი მაინც გაუნაცლებელად დარჩება. სკოლამ დროთა განმავლობაში განიცადა ევოლუცია, შეიცვალა აღზრდა განათლების მეთოდები, მოსწავლეთა და მასწავლებლების უფლება მოვალეობები, ასევე შეხედულებები დისციპლინაზე. თანამედროვე სკოლაში დისციპლინა საშუალო დონეზეა. ბავშვები თავისუფლად აცდენენ გაკვეთილებს, თავს აძლევენ უფლებას, როდესაც უნდათ მაშინ იცოდნენ გაკვეთილი, აცვიათ ისე როგორც სურთ. ხშირად ის ნორმებს ცდება. დღეს მოზარდების უფლებები გაზრდილია. ამის გამო გადაჭარბებულია მათი ქცევები. მხოლოდ პედაგოგი ვერაფერს გახდება ძალისხმევით. თუ დისციპლინარული კუთხით ძირეულ ცვლილებას არ განვახორციელებთ. ჩვენ უკვე თავმად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ მეუფე დიმიტრი ჩვენ სკოლაში ხართ არ ხართ როგორც სტუმარი, არამედ უკვე მასპინძელი ხართ. რას ფიქრობთ, როგორია ჩვენი სკოლა? ერთი შეხედვით რაც ჩანს და რასაც მე ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე საუბრის დროს განსაკუთრებულ შთამბეჭდილებას ტოვებს ეს სკოლა ჩემზე. ჯერ ის რომ ბავშვები ვისაც მე ურთიერთობა მქონდა სკოლის მოსწავლეებთან სწავლობენ ძალიან თავისუფლად მოაზროვნე და გახსნილი ადამიანების შთამბეჭდილებას, რომელთანაც კომუნიკაცია, ურთიერთობა პრობლემას არ წარმოადგენს. ჩემთვის მთავარია ის, რომ ახალგაზრდა შეეძლოს დამოუკიდებლად მსჯელობა, ურთიერთობა ადამიანთან და უკვე მეორე სხვა საკითხი არის მისი მიმართულება, მისი აზროვნება თუ ის მისწრაფები, რაც მას აინტერესებს. მთავარია რაც არის, მე ვხედავ, რომ ამ სკოლას ეს ყველაფერი აქვს. ძალიან ჩემი მოსწავლეებზეა ასპარეზი თქვენია და თქვენზე დამოკიდებული რამდენად მიიღებთ იმ ცოდნას და იმ განათლებას, რასაც თქვენი მასწავლებლები უშუალოდ გასცემენ თქვენი გულისთვის, როგორც თქვენზე დამოკიდებული. ახლა კი მე შემოგთავაზებთ მარიამ ახალგაზრდის სიუჟეტს. თანამედროვე ეპოქაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ სირთულეებს ვხვდებით, განსაკუთრებით მოზარდებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი სირთულეებია ჩვენ პერიოდში და ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება. ძალიან მე პირადად მოხარული ვიქნები და ყოველთვის რა თქმა უნდა მასწავლებლებს გვერდით დავდგები იმის გამო, რომ ჩემი შვილის ჩამოყალიბება მოხდეს როგორც პიროვნების და ამისთვის მომავალში რა თქმა უნდა
მისი პიროვნული ჩამოყალიბება ძალიან კარგი იქნება და გამოგვადგება როგორც მშობელს, ასევე რა თქმა უნდა სამშობლოს მე ამის დიდი იმედი სახლიდან რომ უშვებს შვილს სკოლაში, უკვე იმედი გაქვს, რომ იქ ნამდვილად ის აღმზრდელი, რომელთაც ჩააბარებ ამ ბავშვს და მისი იმედი გაქვს, ნამდვილად შეუწყობს მის აღზრდას ხელს. რა შემიძლია ვთქვა თანამედროვე სკოლასთან დაკავშირებით? მე პირადად მოხარული ვარ, რადგან ძალიან დიდი ყურადღება არის პირადად ვილაპარაკებ ვთქვათ ჩემ შვილთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი წინსვლები აქვს, რა თქმა უნდა. და რა ვიცი, რა ვთქვა. კარგის მეტი ნამდვილად არაფერი არ შემიძლია რომ ვთქვა. და სკოლაში ხდება ბევრი დარღვევები. ამაში რა თქმა უნდა დამნაშავე პირველ რიგში არის თვითონ ბავშვიც. ამ დარღვევებთან ლაპარაკი და საუბარი ნამდვილად არ მინდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცუდი ხდება და რა უნდა ქნას ამასთან დაკავშირებით სკოლამ და აღზრდელმა. ნამდვილად უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს ბავშვი, იმიტომ რომ ის მისი, როდესაც ყალიბდება, მისი ეს ხასიათი და თუნდაც ის დისციპლინა, ძალიან ბევრი შემიძლია ის ფაქტი ვთქვა უბრალოდ რომ თუნდაც ალკოჰოლის სასმელთან დაკავშირებით ძალიან ბევრი არის ხდება ამასთან დაკავშირებით მესმის და უბრალოდ როგორც მშობელი ძალიან შეშფოთებული ვარ ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მასწავლებელი დიდი ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, უნდა ყავდეს ის მოსწავლე. თუ თვითონ ამას ვერ ერევა, აუცილებლად ის მშობელთან ერთად უნდა შეებრძოლონ ამ პრობლემას. ქალბატონო მანანა, თქვენი აზრით რამდენად რეალურად აფასებენ მშობლები თავიანთი შვილების შესაძლებლობას? საერთოდ რაიმე რომ რეალურად შეაფასო, ამისათვის ძალიან ღრმად უნდა იყოს ჩახედული ამ საქმეში. და ჩემი აზრით მშობელი და საერთოდ ასე უნდა იყოს მშობელი ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული შვილის ცხოვრებაში. თუმცა ამ დროში ეს ცოტა არ იყოს შეუძლებელი ამ ყოფითი პრობლემების გამო შვილის ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა. მშობელი არის ის ადამიანი შვილის ცხოვრებაში, რომელმაც შვილის ცხოვრების კალაპოტი უნდა განსაზღვროს და მე შეუწყოს ხელი რომ ამ კალაპოტიდან არ ამოვარდეს შვილი. მაგრამ აი ამ ყოფითი და სოციალური პრობლემების გამო მშობლები უმრავლეს შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში შორდებიან ამ სამსახურეობრივი პრობლემების გამო შორდებიან რამდენადმე შვილების ცხოვრებას და ვეღარ არიან ესე ჩართული და ზუსტად ამ დროს ხდება უკვე დაშორიშორება შვილისა და მშობლის ერთ დროს თანხვედრი აზრების და შვილი ვეღარ არის უკვე ისე ბოლომდე გახსნილი მშობელთან და აი ამ სიტუაციაში უკვე აქედან იწყება ის რომ რეალურად ვეღარ აფასებს მშობელი შვილის შესაძლებლობებს და ხდება უკვე შვილი კარგავს მშობელზე როგორც იდეალის სტერეოტიპზე შეხედულებას და ამიტომ ხდება უკვე ის პრობლემები რაც მოყვება მე იმას რომ ვეღარ აფასებს მშობელი შვილის შესაძლებლობებს რეალურად. თქვენი აზრით რამდენად დიდია სკოლის როლი მოზარდის ქცევის ნორმების ჩამოყალიბებაში? ძალიან დიდი როლი აქვს სკოლას აუხრი, რა თქმა უნდა. ძირითადად მოზარდი მით უმეტეს იმ ასაკში, როდესაც გარდატეხის პერიოდს ვეძახით, ამ დროს დაკავშირებულია სკოლასთან, მასწავლებლებთან, პედაგოგებთან და თავის თანაკლასელებთან. უმეტეს დროს ატარებს სკოლაში და რა თქმა უნდა, მის პიროვნულ ჩამოყალიბებაში და მის აღზრდაში უდიდესი როლი ენიჭება სკოლას და მის გარშემო მყოფ ადამიანებს. ქალბატონო მანანა, რა პრობლემები იჩენს თავს თანამედროვე სკოლაში? ქცევითი პრობლემები არის დღეს თანამედროვე სკოლაში, ჩემი აზრით, უფრო მეტად და ეს პრობლემები სწავლის პრობლემებიც არის, მაგრამ სწავლის პრობლემები უფრო რეგულირდება. აი ქცევითი პრობლემები უფრო არის, რომ აი გარჩევები, ჩხუბები, ლიდერობისთვის ბრძოლა თავის თვით დამკვიდრებისთვის ეს უხეში მეთოდებით უფრო ვიდრე
ცივილური მეთოდებით კატეგორიულობა მოსწავლის რომ მე არ მინდა მეზარება სწავლა არ ვისწავლი არ მინდა ამას ერთვის კიდევ მშობლის ნაკლებად ჩართულობა შვილის ცხოვრებაში ისევ და ისევ მყოფითი პრობლემებიდან გამომდინარე მოსწავლის ასაკის და განვითარებასთან ერთად დაწყებითი ასაკის მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებები არის ის რომ ისინი უფრო უფროსების პედაგოგების ზოგადად უფროსი ადამიანის მითითებებზე და აზრებზე არიან დამოკიდებულნი. შემდეგ საბაზო საფეხური მე-11 კლასამდე ასე ასაკის მოსწავლეები უფრო თანატოლის აზრებს იზიარებენ და ითვალისწინებენ ვიდრე უფროსებისას, ხოლო მე-11 კლასიდან ზემოთ უკვე 17-18 წლიდან ზემოთ უკვე საკუთარი აზრებით მოქმედებენ და არავის აზრს არ ითვალისწინებენ. ეს არის ასაკობრივი თავისებურებები, რომელიც ფსიქიკაში თავისთავად მიმდინარეობს ორგანიზმის დაგანვითარებასთან ერთად, რასაც პუბერტაცია ქვია ამ პროცესს და ამის შექცევა, ამის შებრუნება, შეცვლა შეუძლებელი, მაგრამ მაინც სიყვარულით უნდა ვებრძოლოთ ყველაფერს. ჩემი აზრით. უნდა დავთრგუნოთ ხოდაც. მაბათი თორემ ვერ დაგეთანხმებით იმასთან დაკავშირებით, რომ სიყვარულით პედაგოგი მოექცეს ყველა მოსწავლეს. ის სოციალური და ყოფითი პრობლემები, რაც მშობლებსა და შვილთან ურთიერთობას ართულებს, იგივე აქვს ჩვეულებრივ პედაგოგსაც, ხო? და წარმოიდგინეთ, ახლა ამხელა კონტინგენტთან და თითოეულ ბავშვთან იმდენ დროს პედაგოგი ვერ ნახავს, რომ აღდგენლობითი საქმე ჩაატაროს და სამუშაო ყველასთან და ყველას სიყვარულით ესაუბროს და მოეფეროს, რომ მასაც აქვს ნერვები, მასაც აქვს პრობლემები და მასაც თავისი ოჯახური სიტუაცია აქვს, ხო, დასარეგულირებელი. ალბათ ვიცით და შეგახსენებთ რომ ძეს მიუყვანს ბავშვი აღსაზრდელად და როცა იკითხა ასაკი 3 დღის არის და დაგიგვიანებიათ ახლა პირველი დღიდან უნდა დავიწყოთ ჩვენ სკოლაში ბავშვი მიყვავს უკვე 6 წლის ხო 6 წლის ბავშვი უკვე ოჯახში იმხელა უნდა იყოს აღზრდილი და მას უნდა გქონდეს იგივე პატივისცემა უფროსისა ზრდილობისკენ მითითებები და ეს ელემენტარული ცოდნა რომ პედაგოგს მხოლოდ ხელის საშუალება უნდა სჭირდებოდეს და არა ხელთავიანო პიროვნების ჩამო სკოლაში პიროვნებად კაცი ვერ ჩამოყალიბდება კაცი უნდა ჩამოყალიბდეს ოჯახში. უბრალოდ მე პედაგოგი უნდა შეაშალაშინონ, შეალამაზონ ეს პიროვნება, რომ სრულყოფილი ადამიანი გახდეს. ჩემთვის ხალხ ყველაზე დიდი პრობლემა რაც სკოლაში ასაწყოთ, ხა კერძო სკოლებში ეს ნაკლებად დგას ეს პრობლემა, მაგრამ საჯარო სკოლებში ყველაზე დიდი პრობლემა არის დასწრების პრობლემა. და აქაც ისევ ყოფით სიტუაციასთან და პრობლემასთან მივდივართ რამე თუ ვიცით რომ ყველა ბავშვი არის ვაუჩერი, ყველა ვაუჩერი არის სკოლისთვის შემოსავალი და პედაგოგები, იმიტომ რომ ვაუჩერი არ დაკარგონ, მკაცრი ზომების მიღებას ერიდებიან ისეთი ბავშვების წინააღმდეგ, რომლებიც აცდენენ სკოლას და აიყოლიებდნენ ხოლმე ამ სუცაქციელში მერე სხვებსაც. ეს პრობლემა რომ იყოს ყოფითი პრობლემა გადაჭრა სკოლას არ ქონდეს დაფინანსების პრობლემა, უფრო მარტივად გადაწყვეტა. არ უნდა ბავშვს სწავლა, კაცო, დაწყებითი და ცოტა მოზრდილი კლასი არის მე-7 მე-8 კლასელი ბავშვი მშობლის გარეშე სკოლის გასცემას ვერ გაფედავს, ხო? აცდენს უკვე თვითნებურად ცოტა მოზრდილი ბავშვი და თუ ასეთი არის მე-8 მე-9 კლასის მოსწავლეს, მე-10 კლასის მოსწავლეს აღარ უნდა სკოლაში სწავლა. არ არის აუცილებელი, რომ შეიძლება მას რამე პროფესია შევასწავლო და დავასაქმო და ის შეიძლება წარმატებული ზეინკალი გამოვიდეს და თუნდაც რო არ დაკარგოს სკოლაში სიარულში და მაგრამ კიდევ მეორე სკოლა ერიდება ესეთი ბავშვის დაკარგვას, ბავშვთან ერთად კარგოს ვაუჩერს. ეხლა დღევანდელი განათლების სისტემა არის ევროპის განათლების სისტემის სივრცეში. ბუნებრივია ის კანონები ვრცელდება აქაც და დღევანდელ პედაგოგს არ აქვს, აი იმ კანონები 14 წლამდე ბავშვზე გაწყრომის უფლებაც არ აქვს. აი ზუსტად მანდ არის თავი პრობლემა რომ ევროპული გამოცდილების საქართველოში გადმოტანა პირდაპირ არ შეიძლება. აქ უნდა გათვალისწინებული იყოს ჩვენი მენტალიტეტი და ჩვენი დამოკიდებულება ყველა საკითხის მიმართ. ჩვენ თავისუფლება არასწორად გავიგეთ, ბატონო. ბავშვმა რომ გაიგო რომ არ აქვს პედაგოგს მასზე შენიშვნის მიცემა და თუნდაც ცდარი პასუხი თქვას, ხო? არ აქვს პედაგოგს უფლება რომ მიუთითოს შენი პასუხი არის ცდარი. ეს კანონი ამას გვეუბნება, მაგრამ ამ კანონმა ვერ გაითვალისწინა ჩვენი ხასიათი. და ყველა თვლის რომ რახან მას უფლება აქვს შეუძლია რაც გაიხარდება, როგორც გაიხარდება ის იაკეთოს. აქ მეც წინააღმდეგი ვარ თუნდაც ძალიან კარგი და წარმატებული ქვეყნების მაგალითის პირდაპირ გადმოტანას. აუცილებლად უნდა გათვალისწინდეს აქ ჩვენი მენტალიტეტური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.
სკოლას რომაცდენს ბავშვი ის არის დანაშაული. უნდა მოხდეს ამის აღრიცხვა და აი ამ გაცდენები ზღვრული ნორმის გადაცილების შემთხვევაში ბავშვი უნდა გაირიცხოს სკოლიდან. ამის შიში როდესაც ეხება მოსწავლეს რომ მას მოკითხავენ გარიცხვებს, დაუწერენ არას და მე მშობლები გაიგებს ამ ყველაფერს, ის ვეღარ გაბედავს სკოლის გასცემა, თუმცა სამწუხაროდ მასწავლებელმა დაუწეროს არა, მე დირექტორი მიცემ შენიშნოს რომ ეს ბავშვი რო გაირიცხოს დავუჩებით ვაუჩერის გარეშე. აი ასეთ რეალობასთან ვეჯახებით ასეთ რეალობას დღეს ჩვენ. ისევ სახელმწიფოს მოსაგვარებელი საჯარო სკოლებთან ურთიერთობისა ყოფილვარ პედაგოგი რამდენიმე სკოლაში ვასწავლდი და ეს პრობლემა დგას. კერძო სკოლაში ის ნაკლებად იქნება, რა თქმა უნდა, სიტუაცია. ახლა კი გადავდივართ გადაცემის მეორე ნაწილზე, მოზარდის წიგნიერება. მეუფე დიმიტრი, განათლებული ადამიანი არის ის რომელიც ღვთისაგან აქვს ცოდნა მიღებული, ანუ კურთხევი. თქვენ რასაც ამის შესახებ? ცოტა შეფორმულება შევწყვი. განათლებული არის ის ადამიანი, რომელსაც ღვთისაგან აქვს გონება განათლებული და ამის ნათელი მაგალითი არის წმინდა მამა სპირიდონ ტრიუმფუნტელი, რომელიც ნიკეის სოფლიო კრებაზე მონაწილეობდა და ის გახდა ტრიუმფუნტის ეპისკოპოსი. მას უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, მაგრამ სულიწმინდის მიერ იყო მისი გონება განათლებული და როდესაც ფილოსოფოსებთან კამათის დროს სხვა წარმატებული და განათლებული ადამიანები ვერ აღწევენ წარმატებას და ვერ ამარცხებენ ფილოსოფოსებს, მიუხედავად უსწავლელობისა, იმდენად განათლებული იყო ღვთისაგან წმინდა სპირიდონი, რომ ის საშინელი და არასასურველი მეტოქე იყო ფილოსოფოსებისათვის. მთლად წიგნიერება არ ნიშნავს განათლებას. შეიძლება იყო წიგნიერი, შეიძლება იყო ნასწავლი, მაგრამ არ იყო განათლებული. აქ ცოდნა და ღვთაებრივი ცხოვრება, ეკლესიური ცხოვრება უნდა იყოს შერწყმული და ჩვენ მივიღებთ უკვე სრულყოფილ განათლებულ ადამიანს. ალბათ ანელელა. არაერთხელ მოგვისმენია, რომ კვლევების მიხედვით საქართველოს წიგნიერება დაბალ დონეზეა. თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი? მე მინდა გითხრათ, რომ განათლებული ადამიანი მართლაც ადამიანები ჩამოყალიბდეს განათლებული რომლებად, აუცილებლად უნდა იკითხოს წიგნი და უყაროს წიგნი. ეს ყველაფერი ბავშვმა ჯერ უნდა შეისწავლოს ოჯახში, მშობლებიდან, შემდეგ ბაღის ბავშვმაც ბაღშიდაც უნდა გამომუშავდეს მას წიგნის სიყვარული და სკოლაზე უკვე აღარ მაქვს ლაპარაკი. მე მაგალითად როცა ვიყავი სკოლის მოსწავლე, მახსოვს რომ მასწავლებლები მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენ გვაძლევდნენ დავალებას, რომ წაგვიკითხათ კლასგარეშე ლიტერატურა. და იძულებული ვიყავით, მისულიყავით ბიბლიოთეკაში, მე თვითონ სარგებლობდი ბიბლიოთეკით, იქ გამომქონდა წიგნები, ვკითხულობდი და ამან ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემი განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბებაში. მშობლებს მოყავთ უკვე ბავშვები 3 წლის ასაკიდან, იქ მშობლებთან ერთად ბავშვები თამაშობენ, უკითხავენ ამ ლამაზ წიგნებს და აჩვევენ უკვე 3 წლიდან ბავშვებს აჩვევენ წიგნთან ურთიერთობას და იქიდან უყალიბდებათ მათ უკვე წიგნის სიყვარული. ვფიქრობ, რომ მთელი რიგი ღონისძიებები გავაკეთო ბიბლიოთეკაში, ჩვენ გვაქვს ერთი ბიბლიოთეკა რაიონში 3 განყოფილებით, გვაქვს საბავშვო განყოფილება, უკვე 2 წელია ჩვენ დავიწყეთ ექსკურსიები, თქვენი სკოლის დაწყებითი კლასებიც იყვნენ მოსული ჩვენთან ბიბლიოთეკაში ექსკურსიაზე, რომ გაიცნო რა არის ბიბლიოთეკა, რა ხდება აქ, საიდან ვღებულობ წიგნებს, როგორ უნდა მოვიპოვოთ წიგნი, ჩვენთვის აუცილებელი წიგნი და ასე შემდეგ. და ჩვენ ამ ღონისძიებებს დავიწყებთ კიდევ უფრო მასობრივად სექტემბრიდან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვებს შევაყაროთ წიგნი. შეუძლებელია წიგნის კითხვის გარეშე და წიგნის სიყვარულის გარეშე ადამიანი განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბდეს და საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. მეუფე დიმიტრი, თქვენი აზრით გაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით? წიგნის სიყვარულთან დაკავშირებით მე ისე ოჯახს დავუბრუნდები. სამწუხაროდ მე არ მინდა ეს ვიღაცამ შეურაცხყოფა თუ მიიღოს, უბრალოდ მწარე რეალობას ვამბობ და რადგან ძალიან გულმტკივა. ბავშვმა წიგნის სიყვარულით სახლში უნდა ისწავლოს. დღეს ჩვენი შვილები რას ხედავენ? დედა კომპიუტერთან ის და ფერმაში მუშაობს, მამა ტელევიზორს აკეთებს. ამ ბავშვს ეხლა ჩვენ მოთხოვთ წიგნის სიყვარული. მე ალბათ არასოდეს დამოვიწყდება ის რომ ჩემი ბებო დღე არ გავიდოდა რომ არ დამჯდარი წიგნი არ წაეკითხა და ჩემ მეხსიერებაში დღემდე არის შემორჩენილი ეს ფაქტი რომ იმ ადამიანს მიუხედავად ასაკისა და მიუხედავად საქმის სიმრავლისა ყოველთვის ჰქონდა დრო გადანახული წიგნის საკითხად და მეც აი ამ მაგალითზე გავიზარდო და ის რომ წიგნები მიყვარდა და წიგნები მიყვარს და დიდ პატივს ვცემ კითხვას ალბათ აქედან მოდის და
მოდი ისე ოჯახიდან დავიწყოთ ამ საქმეზე მუშაობა და მე რა თქმა უნდა პედაგოგებმა სკოლაში უნდა გავაგრძელოთ ეს ესტაფეტა. ახლა მე შემოგთავაზებ მარმალაკიძის სიუჟეტს. დღევანდელი ახალგაზრდობა ცოტა შორს დგას ციგნიერებიდან. ციგთან დაშორებულია. ეს ალბათ ცივილიზაციის ბრალია, კომპიუტერთან დაახლოების ბრალია, მაგრამ ციგნი ძალიან ბევრ რამეს აძლევდა ჩვენ თაობას კერძოდ. ციგნი იძლევა ღრმაცოდნას. ხოლო კომპიუტერში ბავშვები ზერელე ინფორმაციას ღებულობენ და ამით კმაყოფილდებიან. ციგნთან ურთიერთობას ძალიან დიდი სიამოვნებაც მოაქვს. როდესაც კითხულობ ციგნს და თანდათან ეცნობი ნაწარმოებში გადმოცემულ სამყაროს, თანდათან ინტერესი ღვივდება, თანდათან უფრო დიდ სიამოვნებას ღებულობ, თითქოს უკვე გადაინაცვლებ იმ სამყაროში, ასე რომ ურჩევ ახალგაზრდობას, უფრო მეტად დაუახლოვდნენ ციგნს. ეს ჩვენი თაობის ტრაგედია, ციგნთან დაშორება და თუ ჩვენ შევძლებთ წინა თაობა, უფრო მეტად დაუახლოვებთ ახალგაზრდობას ციგნებს, ეს თვითონ ახალგაზრდობისთვის იქნება ძალიან კარგი. უბრალოდ აი კომპიუტერს გადავეკიდეთ, რომ აი კომპიუტერი თავად დამნაშავე არა ბატონო. მაგრამ რაშია საქმე ახლა იცით, უკვე ციგნიც კომპიუტერიც არა აქვს, მე ვამბობ სოფლებში ახლა არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ არც ინტერნეტი არ აქვს, არც კომპიუტერი და ამ დროს ციგნიც აღარ აქვს ბავშვებს. ციგნიც არ აქვს. და თუ აქვთ ის კომპიუტერი იგივე სოფელში, ხო? ციგნს კი აკითხულობენ და ჟურნალსა და გაზეთს. Facebook-ში არის შესრულები და ათვალებენ სურათებს. აი ეს არის პრობლემა. კომპიუტერის არასწორად გამოყენება არის პრობლემა თორე. აბა ეხლა თუ კომპიუტერზეა მთელი ევროპა და მთელი კომპიუტერს არავინ არ უარყოფს. ძალიან მიყვარს ციგნი, მაგრამ არის ხოლმე ინფორმაციები, რომ რა ციგნიც ახლა იმ წუთში არ ამას სახში უცად დავუჭდები კომპიუტერს და ნებისმიერ ინფორმაციას ამოვიღებ, მოვიძიებ და არის ახლა ესეთი საკითხი, რომ აი უცბად საღამოთი 10 საათზე დამჭირდა რაღაც და ვერ გავიქცევი მაღაზიაში ან ბიბლიოთეკაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ციგნს ხელი არ მოვიდოთ. სწორად გამოვიყავთ ეს კომპიუტერი. შვილებს ის მისი სწორად გამოყენება. მასთან აი ხო აი რაც წეგან ვამბობდი რომ ხე რო ხედავს დედა და მამა კომპიუტერს ძის და თამაშობს ხო მე იმ ბავშვს ვერ მოვთხოვ რომ შენ შვილო წიგნი იყვარდეს. ოჯახიდან უნდა დაიწყოს. აი რო ხედავს რომ დედა კითხულობს, მამა კითხულობს კომპიუტერთან ისინი მხოლოდ სამუშაო ჭდებიან, ის ბავშვიც ესეთი გაიზრდება. ანუ ეს მაინც მე ვფიქრობ რომ ეს მაინც სკოლის კი ბატონო მშობელმა იმას არ წააკითხა და არასწავლა მაგრამ სკოლაში როცა მოვიდა უკვე სკოლაში მასწავლებელმა პირველი რა უნდა რომ წიგნი როგორ უნდა წაიკითხო ხო მე უნივერსიტეტში რო ვსწავლობდი როგორ უნდა დაგვეწყო წიგნის კითხვა იქ ვასწავლდნენ უნივერსიტეტში სკოლაში ეს ხო უნდა ასწავლო ბიბლიოთეკის დახმარების ანაბანო. დიახ. ეხლა აღარც ერთი მე როგორც ვიცი, ეხლა ყველა სკოლაში აუცილებელია რომ იყოს ბიბლიოთეკა, ხო? ეს მოთხოვნა არის, ხო ასეა, თქვენთანაც არის ეს ბიბლიოთეკა. გააფართოვეს ბიბლიოთეკები. დიახ, და ეს აუცილებელია ნამდვილად. და სწორედ ახალგაზრდების აზრიც გავიგოთ. თავისუფალი სკოლის მიერ განხორციელებული პროექტი გთავაზობთ მესამე გადაცემას, რომლის სახელია მოზარდი და ციგნიერება და ამის შესახებ გთავაზობთ გამოკითხვას. კომპიუტერმა ჩაანაცვლა ციგნი, მაგრამ ის ვისაც უნდა კითხვა, მოიცლეს ყოველთვის და გამონახავს დროს იმისთვის, რომ წაიკითხოს ლიტერატურა და დაკავდეს ამით და მე მგონი არიან ბავშვები, რომელსაც მართლა უყვართ კითხვა და არა იმიტომ, რომ უბრალოდ შემდეგ თავიანთ სანაცრებო წრეში ილაპარაკონ, რომ უბრალოდ რაღაცას კითხულობენ და ვითომ რაღაც აკეთებენ. არა და მართლა არიან ზოგი ვიცნობ და რომელსაც აქვს უფრო კარგი აზრი თანამედროვე ჩვენს ცხოვრებაზე და კიდევ ბევრი ლიტერატურაზე ვიდრე იმათ, ვინც დიდები არიან და ყოველთვის მოუწოდებენ ჩვენს სტოლებს, რომ მიკითხონ. კომპიუტერს ციგნებს საერთოდ ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ციგნი არის შეუცვლელი ყოველი ადამიანისთვის და მეორე ალბათ არიან ადამიანები, რომელსაც უყვართ ციგნების კითხვა და განიცდიან ყოველივეს, რასაც პერსონაჟი ემართება. ციგნი არის ის, როდესაც სიტყვაზე თქვათ გილიოტინაზე ადიან, ან თუდას კლავენ, ან უყვართ და შენს განიცდი მასთან ერთად ყოველივეს და კომპიუტერთან ამას ვერასდროს ვერ განიცდი. კითხულობ კომპიუტერთან, მაგრამ თუნდაც თვალების გეღლება და კომპიუტერთან ვერ განიცდი ვერანაირს, ვერაფერს და ჩემი აზრით ალბათ არიან ციგნიერი ბავშვები, რომელსაც უყვართ ნამდვილად ციგნების კითხვა და
კომპიუტერი ვერანაირად ვერ შეუძლიათ მას. მოზარდების სხვადასხვა კატეგორია არსებობს, როცა ამბობენ რაღაც მოზარდი, ეს მოიცავს რამდენიმე არიან ესე იგი მოზარდები, რომელიც წინს კითხულობენ, რომელიც არიან და მოზარდებს შეიძლება არის განსხვავება. სხვადასხვა დამოკიდებულება ჩნდება. ხოლო იმათ, ვისაც მიდრეკილება აქვს წიგნისაკენ, ისინი იწყებენ კითხვას, ალბათ სათავგადასავლო რაღაც წიგნებს კითხულობენ, დეტექტივებს კითხულობენ. ამდენად ყოველთვის რაღაცა, როდესაც ცივილიზაციაში იწყება რაღაც გარდატეხა, რაღაც ცვლილებები, ადამიანები ამას ტკივნეულად აღიქვავენ. აი რო თქვათ, სინამდვილეში რა ხდება? თვითონ ინფორმაცია ყოველთვის და თქვათ ხატრული ნაწარმოები იქნება თუ ტექნიკური ინფორმაცია ან მეცნიერული, ყოველთვის იქნება ამაზე მოთხოვნილება. არ აქვს მნიშვნელობა ეს როგორ მიეწოდება. რა თქმა უნდა, წიგნი არის შეუცვლელი. მაგრამ ეს წიგნები არსებობენ სხვადასხვა ფორმით. შეიძლება მან იარსებოს ელექტრონული ფორმით იარსებოს წიგნმა. აი იარსებოს ელექტრონული ფორმით, აი ინტერნეტში მოწოდებულმა. მე პირადად მაგალითად ვერც წარმოვიდგენდი ადრე რომ ინტერნეტში შემეძლო რამე წამეკითხა. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი. ვერ წარმოვიდგენდი რომ რამე დამებეჭდა დავუშვათ, დამეწერა რამე ინტერნეტში. მაგრამ მივეჩვია და ხელით არ დამეწერია რამდენიმე წელია. ესე იგი ყველაფერი დროის ცვლილებებს ექვემდებარება. ამდენად წიგნები რა თქმა უნდა იარსებენ ყოველთვის, იქნებიან ყოველთვის. მაგრამ ის თავის სივრცეს ინტერნეტ სივრცეს იკავებს. აი, ბევრ ქვეყნებში, მაგალითად, ძალიან პატარა ქვეყანაში, ნორვეგიაში მილიონობით წიგნი უკვე ატვირთულია ინტერნეტში, არსებობს. ევროპაში დისერტაციების სადღაც 45 და 50% ინფორმაციას მოიძიებენ ინტერნეტში. აი, რომ მუშაობენ, აი, პროფესორები, მეცნიერები რომ მუშაობენ და რაიმე ჭირდებათ, ხო? აი, უზარმაზარი ქართული ინტერნეტი არის ძალიან ღარიბი, მასში თითქმის ვერაფერს ვერ მოიძიებ. ერთადერთი რისთვის ეს ქართული ინტერნეტი დღეს გამოდგება ეს არის, რომ გავიგოთ რაღაცა აი რა გამქვეყნდა რაღაც წიგნი, რაღაც ინფორმაცია ანოტაციების ფორმით არის. ძალიან მცირე რამე არის სრული ფორმით დასული. შეიძლება არის იქ ვებგვესწავლოსანი რამდენიმე პატარა მოთხრობა, მაგრამ იქ არ არის. ამდენად ბავშვებს არაფერი არ ემუქრება ამ მხრივ, რომ ინტერნეტში ისინი იმდენს ვერაფერს ნახავენ ქართულ ენაზე, რომ წიგნის კითხვაში ჯერჯერობით ხელი შეუშალოს. ეს შეიძლება ემუქრებოდეს ნორვეგიელ, ან გერმანელ ბავშვს, ან ინგლისელს, მაგრამ ჩვენთან ამის საფრთხე არ არსებობს. ჯერ ინტერნეტი ჩვენთან არის თქვათ უკაცრიელი, იმ გაგებით რომ ის არ არის დატვირთული, ის არ არის სავსე. აი ესეთი რაღაცა ხდება ინტერნეტში ქართულში. სადაც ცივილიზაცია განვითარებულია, იქ ინტერნეტი უკვე ძალიან ესე იგი დიდ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. წიგნებს არ შეეხება იარსებებენ ისინი სულ. ადამიანი ჯერ ერთი ეს ნივთისავით არის, მერე მეორე ზოგს თან დაყვება ამის სიყვარული ბავშვებს. დაყვება და აი ვისის გაჩნდება მიდრეკილება ამას ვერ ჩაუნერგავს ვერც წაართმევს აქვს ბავშვს მიდრეკილება ის კითხულობს ეძებს თვითონ ნახულობს ღმერთი დევს ზოგიერთ ადამიანებში რაც ბევრი იქნება წიგნები მით უკეთესია ნაკლები ფიქრობ რომ ნაკლები უხეშობა იქნება ნაკლები ბოროტება იქნება თქვენი აზრით ამ შემთხვევაში ყველა საზრე მაინტერესებს რა მოთხოვნებს ნორმოყოფილების თანამედროვე სკოლა თანამედროვე სკოლა, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ უნდა მისცეს საჭირო ცოდნა ახალგაზრდებს აუცილებლად, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული, რომ როგორი მასწავლებელია იმ თანამედროვე სკოლაში. მე მაინც დაწყებითებში რომ ბავშვი შედის და იმან უნდა ისწავლოს დედაენა, უნდა ისწავლოს წერა, კითხვა, მასწავლებლის პროფესიონალიზმს ასე არის ძალიან დამოკიდებული და პროფესიონალი მასწავლებლები უნდა იყვნენ სკოლაში აუცილებლად. ყველაზე მთავარი ეს არის თვითონ უნდა იყვნენ ისეთი განათლებულები რომ ის ცოდნა მერე ბავშვებს გადასცენ მისცენ ის ცოდნა რაც საჭიროა რომ ის ბავშვებიც და ის ახალგაზრდებიც განათლებულ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება პედაგოგების პროფესიონალიზმს მე ასე ვფიქრობ მე იმას დავამატებ ქალბატონ ლელას ნათქვამს რომ სკოლაში უნდა ხდებოდეს აუცილებლად ხატრული კითხვის საღამოები გაიმართებოდეს და გარჩევა და ეს შეუწყობს ხელს კითხვისადმი უფრო სხვანაირ დამოკიდებულებას მოსწავლეებში აუცილებლად უნდა ხდებოდეს ეს აქტივობა სკოლაში ეს ღონისძიება უნდა ტარდებოდეს აუცილებლად ამ კუთხით ჩვენი სკოლა განსხვავდება სხვა სკოლებისაგან მე ძალიან მიხარია ეს რომ აქ
გვაქვს ჩვენ მაგის ლიტერატურული კლუბი და ამ კლუბში სხვადასხვა თემები იხილება, ჯერ წაკითხვა ხდება და მერე გარჩევა ხდება მისი და ეს იწვევს მოზარდში თანდათან აყალიბებს წიგნისადმი, წიგნის მიმართ სიყვარულს ეს სხვანაირს ხდის წიგნთან დამოკიდებულებაში. ჩემი აზრით ძალიან მოგდეს მინდა გამოვხატო მივიძეთ ნიჩსაც დაფართ. ეს არის კოდის თავი მოვალე. ჩვენი რიგით მესამე გადაცემა დასრულდა. მადლობა სულ ტესტომრეს მოგზანებისათვის და ასეთ საინტერესო საუბრისთვის.